ახლა ვკითხულობ სტივენ კინგის უიმედოთა ქალაქს, თანამედროვე ამერიკელი მწერალია და ძალიან მომწონს ეს მწერალი, ფანტასტიკის ჟანრია, მაგრამ ჩემთვის ფანტასტიკაც ძალიან საინტერესოა და აქედანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და რაღაც უფრო სწავლის ხალხს დიდად არ მოსწონს ეს ჟანრი და გონიათ რომ არ არის ისეთი ღირებული როგორც სხვა წიგნები, მაგრამ არ ვიცი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ბევრ რამეს მოსწავლის, რაც შემდეგ მოადგება ძალიან. ვცდილობ რომ დამრჩეს დრო და ძირითადად მაინც ღამე მრჩება ხოლმე დღე ნაკლებად და წელს ახლა 12 კლასში რომ უფრო ცოტა დრო მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ღამე მოვახერხო და ცოტა ვიკითხო, იმიტომ რომ რა ვიცი, ისე არ შემიძლია რომ არ ვიკითხო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მხატვრული ლიტერატურა მეხმარება იმაში, რომ ესე უფრო საინტერესო იყოს ჩემი ცხოვრება, მრავალფეროვანი და გამოცდილება მივიღო, უფრო მეტი ვისწავლო და ამ თითოეულ წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო უკეთესი გავხდა, ვიდრე აქამდე ვიყავი. სკოლაშიც მასწავლებლები გვეუბნებიან, რაც უნდა წავიკითხოთ, მაგრამ ძირითადად ეს არის ხოლმე საპროგრამო ქართული, რაც გამოცდილისთვის სჭირდებოდა, ისეთი დამატებით, რაც გასართობად რასაც ვკითხულობ, ესეთი იშვიათად არის რომ ვკითხავ, ამიტომ მაინც ძირითადად მე თვითონ მიწევს იმ წიგნების შერჩევა, რასაც წავიკითხავ და ძირითადად მეგობრების შერჩევას უთვალისწინებ ხოლმე. ძალიან ბევრი წიგნი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი გორამ დოჩანაშვილის სამოსელ პირველს, რომელიც ძალიან მიყვარს და აი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მგონია რომ უფრო სხვანაირი გავხდი ვიდრე ვიყავი და ძალიან ბევრი რამე მასწავლა და მგონია რომ ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს და დაეხმარება. მხატვრული ლიტერატურის წაკითხვას ვერ ვახერხებ ყოველ დღე, ვკითხულობ მხოლოდ შაბათ-კვირას ან არ დადებებზე, ხშირად მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება კომპიუტერით თუ წიგნი და ხშირად უპირატესობას ვადინჯებ კომპიუტერულ თამაშებს. ვიცი რომ ეს არის კაი გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც ხშირად არჩევანს ვაკეთებ კომპიუტერულ თამაშებს. სამეგობროშიც უმეტესობა ანიჭებს კომპიუტერულ თამაშებს, მაგრამ ყავს რამოდენიმე მეგობარი, რომელიც კითხულობს წიგნს, მაგრამ ესეთი მეგობარი მხოლოდ რამოდენიმე მყავს. ჩემთვის უფრო საინტერესოა იმ მეგობრებთან ურთიერთობა, რომელიც უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს წიგნს ვიდრე კომპიუტერს და უფრო მეტ დროს უთმობს. განსაკუთრებით არ მაქვს ერთი გამორჩეული წიგნი, რომელიც მიყვარს, მაგრამ ალბათ გამოვარჩევდი თამაშის ჭრაობის ხანაში. ეს წიგნი წავიკითხე რამდენიმე წლის წინ და ვფიქრობ, რომ ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს, განსაკუთრებით ბიჭებმა. ამბობთ, ხა თქვა ზაფხულს წავკითხე, წიგნი რომელიც თქვა ყველაზე მეტად საბეჭდავ მოახდინა და ყველაზე მეტად მომეწონა, ეს იყო 2-1994, აზმაში განსაკუთრებული, განსხვავებული წიგნი იყო, თქვა იმ წიგნების შორის, რაც აქამდე ხოდა წაკითხული და ეხლა ვკითხულობ გაბრიელ გარსია მარკესის სიცოცხლე რომ მოყვე. თუმცა ჯერ ეხლა ხას მაქვს დაწყებული და ისეც ვფიქრობ, ამ ცოტა ხანიერას დავიწყე. და ასევე დიდი რომანების და წიგნების გარდა მიყვარს განსაკუთრებით მოთხრობების და პატარა ნოველების წაკითხვა, უფრო ისეთი არის მოსახერებელის და თან ძალიან საინტერესო მიყვარს. განსაკუთრებით თქვა გამოყოფეს შტეფან ცვაიგის მოთხრობებს და ოჰენრის ნოველებს და აი რამდენჯერაც ამ წავკითხო, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვქია ამაბეზდება ხოლმე არასდროს და ძალიან ხშირად ვკითხულობ, მიყვარს. განსაკუთრებული საყვარელი წიგნი ყოველთვის მეკითხება ხოლმე არ მაქვს, რომ თქვა გამოყვე, იმიტომ მიხედავ იმისა, რომ თქვა არ ვთვლი, რომ თქვა ცოტა წიგნი მაქვს წაკითხული, მართლა ბევრი რომელიც თქვა მომწონს, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, თუმცა ესე ერთი რო განსაკუთრებით თქვა, ისეთი არა. ქართულ მასწავლებელი, თქვა არდეგების წინან ისედაც როცა თქვა ვეკითხები, ყოველთვის გვაძლევს ხოლმე რჩევას. ჩემი გამოცდების გამო სამწუხაროდ იმდეს ვეღარ ვკითხულობ, რამდენი თქვა სურვილიც მაქვს ამდესაც ადრე, თუმცა ნებისმიერ თავისუფალ დროს, როცა მაქვს ხოლმე, ყველანაირად ვცდილობ, რომ გამოვიყენო ეს დრო და რაც შეიძლება წავიკითხო. ყოველი წიგნის კითხვის ბოლოს ხვდები ხოლმე, რომ რაღაცა მართლა შევიძინე, რაღაცა მნიშვნელოვანი და უფრო მეტად ესეთი ძალიან ისეთია. კი.